ქარსაცავის ზოლის გაშენების პროცესი ჭიათურის ტერიტორიაზე გრძელდება. პროექტის მიხედვით 300-მდე იფანისა და ალვისხის ნერგი ამჯერად სოფელ პერევისის მიმდებარე ტერიტორიაზე 300 მეტრის მონაკვეთზე დაირგო. ერთ ზოლად მაინც ამ მონაკვეთზე იქნება ალვისხე დარგული და აი ალვისხესთან ერთად იფანია და გადავწყვიტეთ რომ რუსული ეკალიც დავრგოთ ამ ტერიტორიაზე, უბრალოდ დავთესოთ და აი გადავწყვიტეთ რომ რუსული ეკალიც დავთესეთ და იმედი გვაქვს რომ ეს რუსული ეკალი აღმოჩნდება და ქარსაცავის ზოლშიც მიიღებს თავის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. მეორე ვიმყოფები გეოეკოალიანსის აქციაზე და დავრგები 15 ხეთ დაახლოებით. გეოეკო ალიანსის თავმჯდომარემ და თესეუს ასისტენტ პროფესორმა გიორგი დვალაშვილმა შემოდგომაზე გაშენებული ქარსაცავის ზოლები დაათვალიერეს. მათ სოფელ ითხვისის, წასრის, შუქრუთისა და პერევისის ტერიტორიაზე დარგული 2000-მდე ხის მდგომარეობაში აფასეს. აბსოლუტურად ყველა მცენარე კარგ მდგომარეობაშია, შეიძლება ზაფხულის გვალვიან სეზონს რამოდენიმე ფიჭმა შეიძლება რაღაც ვერ გაუძლოს, მაგრამ ჩვენ ასევე შემოდგომაზე გვინდა თუ მოხდება ისე რომ დაზიანებული იქნება მცენარეები, ჩავანაცვლოთ ისევ და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, მოსწავლეებთან ერთად და ჩვენთან ერთად იქნება გარკვეული ყურადღების ქვეშ. ჩემ საკარმი და მონაკვეთში ეს ნარგავები ამოვიღეთ როგორც წესი და ხშირად ვამთვალიერებ, ნახულობ ხოლმე ცოტა ხელს ვავლებ. ამაში წვლილი მიუძღვის ბატონ რომანის ითქვის საჯარო სკოლის დირექტორს. ბავშვები დაგვახმარა და გაკეთდა, ხოდაკმაყოფილი ვართ. აქციაში აქტიურად ჩაერთო სოფლის მოსახლეობა და საჯარო სკოლები. სოფლების შუქრუთის, ითხვისის, პერევისის სკოლებს საჩხერის ნომერ 2 საჯარო სკოლის მოსწავლეებით შეუერთდნენ. პირველად ვიღებ ამ გეოეკო ალიანსთან ერთად ხის დარგვის აქციაში მონაწილეობას და რა ვიცი, მე პირადად დავრგე 8 ხე, მაგრამ მომავალში თუ იქნება ასეთი აქცია, ჩავერთვები აუცილებლად და მივიღებ მონაწილეობას. ჩვენი სკოლა თავიდანვე აქტიურად იყო ჩამული და სანამ ასეთი მასობრივი ღონისძიება დაიწყებოდა, მანამდესაც აქტიურად მონაწილეობდნენ გამწვანების პროცესში. ეხლაც როცა ბატონო გიორგი და ეკოკლუბი აქტიურობს ასეთი ღონისძიებებზე, ჩვენი სკოლა ყოველთვის უდგას გვერდში. გამწვანების აქციის პარალელურად გეოეკო ალიანსი აქციაში ჩართულ აქტიურ ახალგაზრდებს პერიოდულად ეკობანაკებში იწვევს, რომელიც ახლო მომავალში 27-29 მარტს მოეწყობა. აქცია არის ზუსტად იმის გაგრძელება, რაც იყო გაეროს გლობალური განვითარების ფონდის ფარგლებში, რომელიც განახორციელა გეოეკო ალიანსმა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენლებთან ერთად ჭიათურაში. ბავშვები, რომლებიც ასევე ძალიან დიდი შანსი აქვს, რომ ჩვენს ეკობანაკში მიიღონ მონაწილეობა, რომელსაც გეგმავთ 27-29 მარტს ჭიათურაში ისევე, როგორც წინაზე იყო. არა მარტო ეგ, ასევე მთელი ზაფხულის განმავლობაში ყველა ახალგაზრდას ექნება საშუალება მიიღოს მონაწილეობა ჩვენს ეკობანაკებში. გეოეკო ალიანსი გეგმავს გარემოს დაცვით გაცვლით პროგრამებს უცხოეთში და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ბევრი წახვალთ ახალგაზრდებო შემოგვიერთით და აქტიურად იყავით ჩართულები ჩვენს კამპანიებში. როგორც აქციის ორგანიზატორები ამბობენ, ქარსაცავის ზოლების გაშენება მომავალშიც გაგრძელდება. პარალელურად კი მათზე მონიტორინგს განახორციელებენ და დაზიანების შემთხვევაში ახალი მცენარეებით ჩაანაცვლებენ. პროექტს გეოეკო ალიანსი გაეროს განვითარების ფონდის მცირე გრანტების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით და თესეო ეკოკლუბის აქტიური მხარდაჭერით ახორციელებს. პარტნიორია ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობა და სამაუწყებლო კომპანია იმერვიზია.